ერთი წელია რაც ეს გზაკეთდება და საშველი არ დაგვადგა, რა ვიცი, კი ვარ ამ მდგომარეობაში. ქობულეთში ჯავახიშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე თვეა შეჩერებულია. ტერიტორია გასულ წელს ტროტუარების კეთილმოწყობის და ქუჩის მოასფალტების მიზნით გადათხარეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გამგეობამ არხები ღია მდგომარეობაში დატოვა, რის გამოც ქუჩაზე ვერ გადაადგილდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. ჩემი პრეტენზია უკავშირდება იმას, რომ გზები არის მოუწესრიგებელი. ერთი წლის უკან დაიწყეს გზის გაკეთება, დაყარეს თუ რაც მიწები იყო, ორმოები გაკეთდა, რა ვიცი, ვიხჩობოდით ისეთ დღეში ვიყავით. მიგვატოვეს, ვაკეთებთ აუცილებლად, ხო და მე გექნებია კარგი ქუჩა და ჩვენც ხალხს გვიხარო და მართლა იქნებაო და მაშინებს ახლა ყველა ადამიანს მაშინა გვყავს ოჯახში და ანავატყოფი გვყავს, ანგაჭირებული, უნდა გადავიყვანოთ დააბლა ქუჩის თავში, ვტოვებდით მაშინებს და ისე მოვდიოდი. დაიწყეს, უნდა დიემთავრებიან ბოლომდის. ამოთხარეთ და წევიდან მეორე ქუჩაზე. ასე შეიძლება სეტკები მოგლიჯენ, დაყარენ გადმეიტანის საკეთ. ტრანსპორტს აჩერებდნენ ეგერ შორს რაღაცა და გადადგენ მერე შეგვრივეთ მეზობლებმა ბიჭებმა აგერ იმედა და იმიგრეში იგინმა მოიტანეს ხრეში. ერთი მაშინა, ორი მაშინა. დაყარეს, რომ სახლიდან გამოვიდეს. ჯავახიშვილის ქუჩაზე რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ეფექტი ატარებდა. ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო მუნიციპალიტეტის გამგეობამ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და 45,000 ლარით დააჯარიმა. უწყებამ მოგვიანებით ტენდერი მეორედ გამოაცხადა. გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ირწმუნება, რომ სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება. ფირმა არაჯეროვნად ასრულებდა სამუშაოებს და შეუწყდა ხელშეკრულება. მე ამისთვის მინდა მოსახლეობას მუნიციპალიტეტის სახელით ბოდიში მოუხადო, რადგან შეფერხებით წავიდა ჩვენსგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხდებოდა ეს ყველაფერი. გამოყოფილი არის ბიუჯეტიდან დარჩენილ სამუშაოზე 755,000 ლარი. სამუშაოები დასრულდება სეზონის დაწყებამდე. ეს პროექტი მოიცავს მთლიანი უბნის რეაბილიტაციას. ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 755,000 ლარი დაიხარჯება. პროექტი მიწისქვეშა კომუნიკაციების გამართვას, ბორდიურების მოწყობას და ქუჩის მოასფალტებას ითვალისწინებს.